გამარჯობა ბატონებო და პატარა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხამცაშვილი და თქვენ მიყოფებით ჩემახსენებთ თევზობის მეთოდებში. დღეს ამოვედით მეგობრები, დიდ ზღვაზე ვართ მეგობრებო, პლიაჟზე. პლიაჟზე ვდგავართ ზუსტად და ეხლა რა ხდება? ეს ადგილი არის გაპიარებული ჩემო მეგობრებო რა. ეხლა იმიტომ არ ვწერდი მანამდე რომ ვინმეს არ ჩაეთვალა რომ მე გავაპიარე, ეხლა გაპიარებულია, ეხლა უკვე ხალხიც მოდის და მაგიტომაც არ ვაპირებდი ამ ადგილას გაჩენებას. დილით ვიყავით, არავინ არ იყო. მე თელი ზღვა მოვიარე მეგობრებო და ეხლა ისეთი სიტუაციაა რომ წყალი არის ძალიან მომატებული. ეხლა ინფორმაციას გიგებით რომელიც გამოვაკლდა ძალიან მომატებულია წყალი. შობილოს გავით მე და რა რაღაცა ადგილები ვერ ნახეთ. თუ ნახეთ ადგილები და ჩახვედით, კი, არა. ძალიან წყალი მომატებული ჩემო მეგობრებო, ვერ დადგებით რა, ვერადაერთ დადგებით რა. მოვიარეთ, ვიყავით კოშკთანაც, კოშკს მოვედით. აქ არის როგორც ვიცი, ეს დღეები ძალიან კარგად იჭერდნენ შამაიას. ტივტივით. აი ტივტივი ჯოხიც ამაქვს, მაგრამ დღეს ფიდელით ვითევზავებთ. შევხედავთ. და ჩვეულებრივად თუ ეხლა თუ არ დასჭირდა დასაკვები, რა თქმა უნდა, დასაკვების გარეშე ვისვრით წერტილში. ჩიტებიც არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ თევზი მოძრაობს. აგერ დათა, ჩვენი პატარა კლუბის წევრი. ჩვენი კლუბის წევრია მეგობრებო. მე და დათა და მიშა მესკი, აგერ მიშას მესკი. მე გავესაუბრებით, რა თქმა უნდა, ამ ორივეს. უნდა ამოსულიყო ჩემი მეგობრები და ვერ ამოვიდნენ დღეს ვითევზავით ფიდელით მეგობრებო, კონკრეტულად თუ რაღაცაა და ახლო დისტანციაზე შემოვიდა და რაღაც მომინდა რომ ტივტივი ჯოხით ვითევზაო, ახლა ტივტივი ჯოხიც მაქვს და ჯოხსაც ვითევზავ. რო ფიდელით მინდა რომ ვითევზაო რა. და ერთი თხოვნა მექნება მეგობრებო, ახალბედები ვინც შემოხვედით და ეხლა მიყურებთ. თხოვნა მექნება თქვენთან რომ მიწეთ ხოლმე კომენტარს რომ ესე მაინც გადაგეღო ამდენ საუბრობ და ასე შემდეგ ძალიან მეგობრებო ერთმანეთს ვცეთ პატივი რა. ეხლა მე ეს არ არის ადვილი საქმე, თან ვითევზაო, თან გადავიღო, თან მონტაჟი გავაკეთო, სწორად გამიგეთ. კი, ჩემი მოვალეობაა, მე მინდა რომ ისე გამოვიდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნემს კარგად მაჩვენ და ასე შემდეგ. დღეს 3 ვიდეო მიდევს თუ 4 ვიდეო მიდევს არ აქვს მეგობრებო. პირველ ვიდეოში ახსნილი მაქვს რაღაც დეტალი, ხო? იქაც ნაჩვენები მაქვს. მეორე დეტალიც ახსნილი მაქვს. მესამე დეტალიც და ორსო გადავიგებ ისევ არ აქვს, ხო? უკვე სხვა თემატიკას მეგობრებო და იქ შეიძლება ნემსკავი არ გაჩვენოთ მეგობრებო. გამიგეთ? და მაგითო გეუბნებით, წინა ვიდეოები გადახედეთ, ნახეთ. ამის თქმა მინდა უბრალოდ, რა? ძალიან გთხოვთ რომ ერთმანეთს ვცეთ პატივი რა, იმიტომ რომ ამდენს ლაპარაკო, ფასო და ასე შემდეგ. ლაპარაკო ჭირდებათ მეგობრებს, ეხლა ეს არის თევზობის მეთოდებია და რჩევებს ვიცით. ესაა და ეს. დღეს რას ვიმოქმედებ, როგორ ვიმოქმედებ, ამას გაჩვენებთ. ეს თუ ვექხო, მოდი ვაჩვენოთ ჩემი აღჭურვილობა, ჩემი სკამი. მოდი აქეთ. მოკლედ. ეს არის პატრომა მეგობრებო, სპორტული სკამი არის. როგორ ეხლა გეტყვით რა, კომფორტი რაშია, კომფორტი ამას გეტყვით. როცა დისტანცია სიტყვაზე ეხლა რომ მომატებულია, მე ხა პოდათ ცივი წყალია და ბოტებიც არ მაცვია, შემიძლია ეხლა მე რომ ერთი 5 მეტრში, 10 მეტრში შევიდე, დისტანცია შევიმოკლო მეგობრებო და აღმარზე დაღმარზე კიდე დავდგე. აქ ფეხები ელჩება ასე შემდეგ. ხა კომფორტი რაშია? მე დრო აღარ მიწევს. მე შემიძლია აი ერთიანად ავწიო და გადავიდა. ანუ ერთიანად არის რა, შეერთებული. ეს ესეთი მაგიდა შევარჩიე მე შემოკარგებო. ქარის დროს ყუთი ასეთი, ქარის დროს როგორც და დააყენებთ და ქარი თუ აწვიმა არის, ესე იმუშავეთ რა. ძალიან დიდი სათავსო აქვს. რა კომფორტულია, ეს არის მთვრელი, მეგობრებო. თევზის მთვრელია, ამასაც დაიჭერთ, დააჭერთ 1, 2, 3 და ითვლის. აქ ხლა ჭიანია, აქ დასაკვებს ჩავყრი, მეგობრებო. აქ ეს ჭიქა იმიტომ არის რომ თუ დასვენა მომიწია, ანკეს ჩავდებ და ჩავდებ, აჩვენ კარგად შორიდან. ანკეს ჩავდებ და დავიხონებ. და ახლოში მაქვს ეს ჭიები, აგე თეთრ მატზე ვითევზავებ დღეს. მექნება ნაკელის ჭიაც. მექნება სიმინდიც. მომზადებულები ვართ კიდევ ეს გავმეორდები, როცა მე სათევზაოდ მივიდივარ, ჩემი შემოწმება თქვენს გაითვალისწინოთ, როცა მე სათევზაოდ მივიდივარ, მიმაქვს ძალიან ბევრი სათხოვარი. რომ ვაკონტროლო რა, გავთვალოთ, გათვლა მქონდეს
რომელი მოეწონება რანაირად მოწონება ასე შემდეგ რა მეგობრებო. რა თქმა უნდა ხოდეს ძალიან დიდი. ეს სადა ეს? დანარჩენი უკვე პროცესში ავაწოთ ხა ჯოქს, პროცესში გამოვზილავთ და ყველაფერს გაჩვენებთ შემოკარგეთ. უბრალოდ თხოვნა მექნება გამოწეროთ ხარხი, მოიწონოთ ვიდეო და ვინც ახალბედები ხართ, ძალიან თხოვნა მექნება რომ პირველი ვიდეოდან, ძველი ვიდეოდან დაიწყეთ ჩემი ყურება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი მაქვს ახსნილი, ძალიან ბევრი მეთოდი მაქვს გადაღებული და ძალიან ბევრი მონტაჟი მაქვს. გადაღებული და კიდევ ვაგრძელებ გადაღებას ჩემომეგობრებო რა. ფიდელის მონტაჟი გადაიღეოთ, თხოვნა მექნება რომ თხოვეთ. გადაღებული მაქვს ჩემოკარგეთ. ფიდელის მონტაჟი გადაღებული მაქვს და კიდევაც გადავიღებ. ეხლა ბევრი ფიდელის მონტაჟი არსებობს, მიდგომები და რაღაცეები და ამას გადავიღებ. არ ვჩერდები ჩემოკარგებო, არ ვჩერდები, ძალიან ბევრი ასახსნელი კიდე არის და ასე შემდეგ. აქვე გავამატებ რომ ვარ სპორტსმენი მეთევზე მეგობრებო, მაგ გამოცდილება, მაგ განვითარებული თევზჭერას ვასწავლი და რო არ მქონდეს მაგის ნიჭი და რო არ მქონდეს მაგის ცოდნა, არ ჩავწერე ჩემო მეგობრებო ვიდეოს რა. ჩემი სურვილია რომ დავეხმარო დამწყებებს, ახალბედებს და ვისაც ჭირდება ჩემო მეგობრებო. ესაა ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ. ძალიან გთხოვთ ერთმანეთს პატივიცეთ, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს. თხოვნა მექნება გამოიწეროთ არხი. ეს ცოტა ჩემი გულის ტკივილი იყო, რომ ეგრეა რა. მოკლედ ეხლა გადავიდეთ, დასაკვები მოვზილოთ, გაჩვენებთ მეგობრებს რა დასაკვები ექნებათ, მე როგორი მექნება და დავიწყებთ ეხლა უთევზაობას მეგობრებს. მოკლედ ყველა ვიდეოში მაქვს ახსენები, მაგრამ ახალბედები რომ შემოდიან, კიდევ ისავე კითხვას ხოლმე რა ჯოხი თევზაობ, რა მონტაჟი თევზაობ. აი მოდი ეხლავე ვიტყვი თავიდანვე ავხსნი რა. მეგობრებო 3 და 60-იანი სერბული ჯოხი მაქვს. ასეთი ტიპია. აი ტიპია. 3 და 60-იანი 20-დან 60 გრამამდე მეგობრებო, აი ტესტი 20-დან 60 გრამამდე. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეხლა არ ვიტყვი. ანახეთ ჩემი თავი. აი ეხლა არ ვიტყვი რას ნიშნავს. ამაზე ძალიან ბევრი ვიდეო მიდევს ხო ეგრედად? ამაზე ძალიან ბევრი ვიდეო მიდევს, რას ნიშნავს ეს ციფრები და გრამაჟები და ასე შემდეგ. თუმცა ფიდელის თევზაობაზე ტიპია და ძალიან ბევრი მიდევს. სერბული ჯოხია 3 და 60-იანი 20-დან 60 გრამამდე. ეხლა უკვე რა ხდება? კოჭა მაქვს მეგობრებო Sherman Pro 4000-იანი, Sherman Pro-ა, დაბალანსებულია, ბალანსი იდეალურად აქვს ამ ჯოხს. წნული არის ფრაგმანი და 6 ნომერი. ანუ მე თუ წვრილი თევზზე ვარ და ასე შემდეგ ვიყენებ 6 ნომერს და 8 ნომერს. ეს არის ამჟამად ეხლა 6 ნომერი. წვრილი არის. ო გაწყდება და არ გაწყდება მეგობრებო. ხარისხიანს და ორიგინალს თუ იყიდით, არ გაწყდება. და უძლებს ახლა 2 კილონახევრიანი 3 და 700-იანი ამომიყვანია ყობრები, მეგობრებო, ჩვეულებრივად ამოყავს. თავარია მეთევზე რაც ოდნავ ფლობს დიდ თევზის ამოყვანის დროს. თორე დანარჩენი ეს ჯოხი არის კონტროლი. ამით აკონტროლებ, მეტი არაფერი. თავარია რაც უნდა გვაქვს ჩვენ რა. მოკლედ ეხლა დავიწყოთ. დღეს ეხლა გამოვიყენებ inline მონტაჟს მეგობრებო. ანუ ცოცავს. რო სრიალებთ ჩვენთან და ნახოთ ეს სიტუაცია. ფაშოს არ შეინიშნება ხალხი, გუში წინ ვერ დადგებოდი, იმდენი ხალხი იყო მეგობრებო. მეგობრებზე იყო ხალხი ასული, იმდენი ხალხი იყო მეგობრებო რა. მაგიტომაც არ ვიღებდი ამას. ეხლა იმიტომ ვიღებ, რომ გაპიარებულია ისედაც და მაგიტომაც ვიღებ ეხლა შემოკარგებო ამ ვიდეოს, ისედაც გაპიარებულია ეს ადგილი. დანარჩენი ეხლა ადგილზე შემოგიეცებით, ამას უკვე ავაწყობ. ეს მინდა მეთქვა რა ჯოხით ვისევსავებ, დამოტით ვისევსავებ. ადგილზე გაჩვენებთ ყველაფერს რა. დასახ არ მოვაწყ. მოვზილოთ დასაკვები ჩვენ. ეხლა მოდი პრინციპები გავითვალისწინოთ რა. მოკლედ ეხლა რა ხდება? ეს დღეები ძალიან აქტიური იყო შამაია. მე ყოველთვის მაგას ვიძახი, როცა თევზი აქტიურია, დასაკვები არ სჭირდება. საერთოდ არ უნდა გააკეთოთ დასაკვები, ან დააფრთხობთ, ან გააწყობთ. როგორც არაგვზე, როგორც ჯანდარანზე, როგორც მცხეთაში, საკეში, დასაკვები არ სჭირდება. როცა აქტიურია თევზი, დასაკვები არ სჭირდება. იცათო მეგობრებო, ტყუილად ხარჯავთ ფულს. აი მაგის თქვა.
ისიც ჭამს, ისიც მოდის. თვითონ თავის ნებით მოდის, მეგობრებო და რაღაც ხარჯავს დასაქმს. ხო, ეხლა რატო ვიყენებ დასაქმს ეთქოს რა. ეხლა წინასწარ ხო არ ვიცით რა მოხდება, როგორ მოხდება. გუშინ და დღეს და ბიჭები ჩვენ იჭერენ, გუშინ და დღესა გუშინ წინ იყო პასიული ჩამაი. და ჩვენ შორტ დისტანციაზე ვნავითებთ, გავწესოთ რაღაცები. თუ ახლოში შემოვიდა, ახლოში ვიზავთ. ეხლა თევზი, ვერ იჭერთ. როგორ ასე უყურებ და აგიტომაც გადავწყვიტე რომ დასაქმები გავაგებ. მომეწყალი. დღეს გამოვიყენეთ მეგობრებო, ხა ფუთაში მქონდა ნახევარი დაჩენილი, ვანილი და 2 ფუთა მქონდა კოპტონი. ამას არ გავაფუჭებ, რა თქმა უნდა, ამას მოვზილებთ რაღაცა უკვე დამატებით თუ კა დაცხა დღეს, უნდა დაცხეს მოგონი, ხო? კი. თუ კა დაცხა, მე უკვე და გამომელია, მე უკვე მარცვლას შევსავაზებ, ჩემო კარგი. მოდი ცოტა დამისხი. აი, ჩაო დააბრახე. დავსვიდე. აი, რაცა? კაი, თუ არა იშლება. უნდა იშლებოდეს. თავარი საფუძვლას სუდა მიეცი. კაი, ხერს დავიბან და. მოდი. ორი. ორს პრინციპი რა არის ჩვენთან ახლა შამაიაზე ვართ ხამოსული თუ რაღაცა ნაფოტასაც გავსინჯავთ და მე გეტყვით ნაფოტაზე როგორ ვითევზავით ერთ-ერთი ცენტრში რა. ცოტა გაპიერებული თება, ნახეთ მეგობრებო. მაგარი მასაა, მაგრამ იშლება. ეს არის ჩვენი მიზანი ეს არის რა. რომ საკვებურაში დაეწებოსთან. დაეწება, იქო დაეცემა, კლაპ ეგრევე იშლება რა. მოკლედ ეხლა გადავიდეთ უკვე და ზოგად მეთოდებს და ზოგად პრინციპებს უკვე ადგილზე გაგაცნობთ მეგობრებო. გადა როგორ იქნება რა. აბა წავედით. ფიდელი თევზაობა ეხლა როგორ იწყება რა. პირველ რიგში ამას ყველაფერს თავი დავანებოთ მეგობრებო. პირველ რიგში ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტირი. ეხლა ორიენტირს როგორ ვიღებთ? ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, კიდე ჩავწერე. მოკლედ არანაირ კლიპს არ მაქვს აქ. კომფორტულად ისვეძებ მეგობრებო, კომფორტულად არ მინდა ეს რაღაც წვალება და რაღაცა, კომფორტულად მოძებნით შემოგარგებო. მოდით ანახე. ხა ძუა როგორ ვაკონტროლო რომ წვერზეო შევა თუ არა. აი მეგობრებო, ნახეთ ის შეხედეთ რომ გავუშვებ, უნდა მოვიდეს და მემორჩილებოდეს ჩემი წნული მეგობრებო. ანუ იმას ხო ეს იმას ნიშნავს რომ წვერზე გადამბო არ არის რა. აი ადის ჩადის საკვებურაც. ამ დროს დაახლოებით იღებთ ორიენტირს, ეხლა კომფორტულად გამოვარჩევ. ამ დროს აი ეს კიდე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი კიდე ვიქ. ორიენტირს იღებთ რამე გორა, ხეს, უძრავს იღებთ ყველა ვარიანტში. მოძრავს არ იღებთ, მოძრავი წავა და აგებნევით და დაიბნევით. მოკლედ, ჯერ კლიპის გარეშე ვისვით. აი ეს ზებოდან უნდა წავიდეს მეგობრებო, ეს დისტანცია იყოს ჯერ. აი ეს ამის დაკლიფის აჩვენეთ წუთი. დაკლიფის მეორე ვარიანტიც მაქვს მეგობრებო და ამას ახლო მომავალში გადავიდეთ უკვე სეზონზე. რო აი ეს კლიფს არ ვაფუჭებს და ზოგჯერ ჭრის ხოლმე რა. რო აღარ გაჭრას შევუკარგებო, ბევრნაირი ვარიანტი არსებობს და ამას გადავიდეთ. ამას აუცილებლად ჩავწერ ამ ვიდეოს. ეხლა რა ხდება გეტყვით რა. ხელის კონტროლი მინახია რომ აი ვერ ვისწავლეს ხოლმე და ასე შემდეგ. ხელის კონტროლი მეგობრებო. ხელის კონტროლი დაკოდოთ. ანუ ესე უხეშად არ უნდა ვისროლოთ. აი ესე რაღაცა მოქნევით არ უნდა ვისროლოთ რა. ნელა უნდა გაუშვათ, არ პირდაპირ რაკეტივით არ უნდა გაუშვათ მეგობრებო რა. ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა გაუშვათ. თუ გნებათ, მოდი ეს მიდგომაზია და თქვა უნდა მოხერხებაზია რა. თუ გნებათ მეგობრებო, ესე დაიჭირეთ წნული და ისე ისროლეთ, თუ გნებათ აი ესე დაიჭირეთ და ისროლეთ რა. თქვენი ნება. მოდი აჩვენე ხა როგორ ისროლეთ. აი უყურეთ მეგობრებო. აი შო მაგრი დავიწყდი რა. ანუ მაგრიდან ეშვები მეგობრებო. აი შეხედნი. აი ეს მაგრიდან ეშვა მეგობრებო რა. So, clips არის, ეხლა გავუგებ clips-ს, დავკვიცხავ, დავკვება. სამს გადავაგდებ.
რაღაცა იქ დუღს არა შეიშინო და ხო მაგარი ისა ხო გაგიჟებულია შამაი ხო მაშინ იცი ახლა დაკვების გარეშე გავში ხო მე დაკვების გარეშე დაუწყე მოდი გავუკეთოთ მაშინ დაკვების გარეშე გავუკეთოთ გამოვიყევ 9 მეტრას ჯერჯერობით არ არის დოგმა რომ შამაიას მეტრა 9 და 2 მეტრაში არა ეგ უკვე პროცესს გამომდინარე უნდა გავუკეთოთ ეგრე ყოველთვის ვიწყებ პატარა სადავით ყოველთვის ვიწყებ პატარა ნამსკავით აი 16 ნომერი ონვერის 16 ნომერი მეგობრებო აი გადამივარდა და აი ესეთი ვარიანტია რა ონვერის 16 ნომერი კიდევ ვიტყვი რომ ამის არა ორიგინალი ვერსიებიც არის და ვიცოდეთ შესომაში არ შეგიყვანო 2.5 2 დიზაინის განსხვავდება ხო ორიგინალი 2.5 არხს თან იმდენი რაოდენობაც არ ყრია თან რა თქმა უნდა მასალაზეც მიხვდება კი ვიზუალის გამოსილი ადამიანი ხო ვიზუალის განსხვავდება და ეს ონვერის 53 100 მოყვითალო ფერშია მხოლოდ მეგობრებო რა და შესომაში არ უნდა შეგიყვანო წითელში სხვა გიო თუ არა წითელში 101 101 მოდი ჭიის გაკეთება ძალიან ბევრი ვერსიაა მეგობრებო რა ჭია უნდა შევახამოთ ნემსკავს ნახე ყოველთვის ჭია უნდა შევახამოთ ნემსკავს აი ნემსკავის ზომა ხო თუ გნებავთ აი ესე გავუკეთეთ და აი ესე მდგომარეობაში იყოს თუ დავინახავთ რომ არასოი ჩატკმები მაქვს და აი ამას წოვოს მხოლოდ ეს შეგვიძლია რომ ძალიან ნემსკავზე წამოვაცვათ მოდი ახლა დავადეთ ცარიელს აი ამინდის გამოდის ამზე გამოდის დაბალი ეს როლის ტექნიკაც მინდა მოვაჩვენო კლიფას ვარ დააწვეს ჯაფა ხა გაჩვენებთ როლის დროს აი ამაში გამეჭრა წნება აი ვარ გაგიწყეთ მეგობრებო სროლა ხა გაჩვენებთ რა მოდი ახლა რო გაიცხვის სამდვილეში კლიფსას არ უნდა ურტყავდეს ჩვენი წნური მეგობრებო რა თქმა უნდა გაწყვიტავთ როცა კლიფსას ურტყავს წნური რა თქმა უნდა გაწყვიტავთ წნურს აი ხა რას უნდა ურტყავდეს გაჩვენებთ გაჩვენე მე ჩემი ტექნიკა მაქვს თქვენი მოიფიქრეთ როგორ აი უყურეთ მეგობრებო ხედავთ აი მივიდა ხო ხედავ რომ მივიდა ხო აი ამ დროს ვაჩერებ აი ესე წვერს წინ უშვებ და წვერს აწმეინოს მეგობრებო ანუ სამდვილეში წვერს უნდა დააწყმეინოთ აქ ჯაფა არ დააწვეს კლიფსას გამიგეთ აქ ჯაფა არ დააწვეს კლიფსას უნდა დააწყმეინოთ წვერს სამდვილეში დაბალი წყალია რა დაბალი ეხა დაბალი საფებურაგვიკა დათა ნელა რო ჩავიდეს დაბალი წყალია თუ არა და მე დისტანციას გავზდით რა შევხედოთ რა მოკლედ შემომეგობრებო ძალიან ბევრი პატარა მეგობარი მიყურეთ და ძალიან მოხარული ვარ ამით საინტერესებული ვარ ჩემი და სწორად ელზაობენ და ერთი ჩემი პატარა მეგობარი რომელიც შემომეხმიანა მინდა მოვიკითხო დათა ლონდარიძე და დათა ლონდარიძეს თამადობით ყველა პატარას მოვიკითხავთ აქედან მეგობრებო მიხარია რომ წერთ ხოლმე და მე და დათა აუცილებლად თავწერთ და ვითევდავთ ერთად ძალიან ბევრ ვიდეოს და ძალიან ბევრჯერ გავართ ათევდავთ მე და დათა ლონდარიძე აბა ავედი მოგლეთ მეგობრებო თევზი პასიურობს კიდაც ყველა წავიდა ეხლა ვისაც ხედავთ ეს არის ჩემი კლუბი მეგობრებო კლუბის წევრები არიან ყველა აი ანდრო სალამი უეცად მოხდა ესეთი რაღაც არ ცოლოდებოდი საბა გამარჯობა აგერ ზუკა უეცად მოხდა ესეთი რაღაცა რა გიო აგერ გიო და იქით საბა და დათა აი ეს უცებ შევიკრიბეთ კლუბი არ ცველოდებოდი და
ეხლა შევხედავ სიტუაციას. რავი, დგას თევზი, მაგრამ არ ჭამს რა. აქ ჩაყოლებაზე იდგნენ ხალხი და წავიდა, ყველა წავიდა. ის კაციც ეხლა მოვიდა. მოკლედ, რავი, შევხედავ სიტუაციას, რაც ეხლა მოვედით. დიაგნოზის დასმა ჯერ ადრეა ჩემო მეგობრებოდა. ჩვენ ყველაფერს შევეცდებით რომ გავაკეთოთ რა. შევხედოთ. თევზი შეინიშნება, ბიჭებო, აი ხა შეინიშნება, გე მოძრაობა. აი მეგობრებო, ხა ნავით შემოვედით, მე და გიორგი ბუზალაძე. მოგეთ ნაპირა არაფერი არ არის, ფიდერი არ მუშაობს და ტივტივაზე მუშაობს, აგე იქით. და ეხლა იქით მივდივართ. რომ მივართ გაჩვენებთ სად თევზაობ და სად დგება შამაია. აი მეგობრებო, კვება ჭირდება და გიორგი კვებავს. ისეთი ამბავია, აქეთ აგე ტივთან ჩემი მეგობრები, აქეთ ნავით წინაც ამ წერტილში მხოლოდ აქტიური მეგობრებო რა. ნახოთ ფიდერის ვიდეო მინდოდა, მაგრამ არ გამოდის და რა ვქნათ. ფიდერის ბევრი ვიდეო იქნება. კი. აი მაგიტო არის კაი რომ რაღაც არ გამოვიდა, უცებ შეიცვალა რაღაცა მეთოდი რა. ბაცევით. აგე გიომ დაიჭირა ბუზალაძე. არ არის ზიგები. შეთა თუ ტყავდა, მაგრამ მე გავმაზე. აჰა. დავიჭირეთ მეგობრებო, დავიჭირეთ. აჰა მეგობრებო, შამაია, ტივტივით. წავიდა გუგუნი. აჰა. გიო ისე ვიჭერს. ეხლა წავიდა შეჭერა. კი, უკვე წავიდა, აგე ჩვენი მეგობარიც. ვიჭერს. მე დათომას დაიჭირა მეგობრებო. გაჩვენ დათა. გიომოც გავიჭირეთ მეგობრებო. კიდე დავიჭირეთ მეგობრებო, კიდე. ოჰოჰო. მეგობრებო, მესამე არ შემოვედით. ხო არ მიდიხარ ჩემიკა. აჰა, კიდე დავიჭირეთ. მორიგი შამაია. აგერ გიო იჭეს. ოი. წელა გამექცა. ვიჭირეთ. დავიჭირე მეგობრებო, დავიჭირეთ. ბატა. თვალი. აგე ჩვენმა ძმამ ვაგნერით შორსიცასერზე დაიჭირა შამაია. მაჩუ გვაჩვენე. დავიჭირეთ. სვალი. მეც მითხავს და მეც დავიჭირე. მეგობრებო, შემოდის გაზრდა, თუ შემოდის უტყავს და უტყავს რა. გიმოს დაიჭირე. გიო ამდენი დაიჭირა, დილიდავე ტივტივაზე იყო მეგობრებო. დავიჭირეთ მეგობრებო. ვაიმე. აჰა.
კიდევ მოკლედ ჩემო მეგობრებო დღეს ვეწვალეთ ფიდერს, შოვის დისტანცია, ახლო დისტანცია და ესე ხوار დავჩებოდით რა. არ დავნებდით მეგობრები. გადავედით აი ტივზე. აი ტივი არის. აი ამ ტივზე გადავედით ჩემო მეგობრებო და ყველა მთელზე ვიჭინეთ რა, ასე ვთქვათ. მერე ბუზალაძემ გიორგიმ შემიყვანა ნავით. მაგვიდეოს ნახავთ უკვე და გავერთეთ რა, ასე თუ ისე რა. ცოტა დავიჭირე მე, იმიტომ ამოდენმე საათია შესული ვარ, 1 საათს ასნასოვარი შევედი. მანამდე ფიდერს უგდები ყურს რომ ბევრი რაღაცა ვცვალეთ რა, ძალიან ბევრი რაღაცა ვცვალეთ მეგობრებო. და რავი, ბუზო, შენ გაჩვენებო. აი ფიდერს და გიო, ამებს გადმოგიხდი ცოტა ხარ. ეს ცოტა ასეულობდა სევციის შამაია და რაც იყო ეს დავიჭირეთ და ბუზალაძე დიდი განცდა მეგობრებო აში და ის ბუზალაძე შევიდა აი ხოთა ეს ბუზალაძე ტივტივი შამაია ასე თუ ისე პასიური იყო რა ყოლა დამეთახმება და შენ გენაცვალე შენა როგორ ახლა რა ვიცი რა აი დირექტორ შესული ყავით გავერთებული. მაგრამ ეს იყო და ეს გამოწერეთ არხი მეგობრებო. მე და გეცნობებით, აბადროებით.